ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგავარ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გლობალურ ეკონომიკურ რისკად ჩამოყალიბების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე. Galten Tagartis შეფასებით ამ პროცესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პირდაპირ ეკონომიკური კავშირები ირანთან მცირეა სავალუტო შემოდინებებში, რომელიც მოიცავს ექსპორტს, ტურიზმს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებს. ირანის წილი 2025 წელს მხოლოდ 0.9% იყო. შეზღუდულია საქართველოს კავშირების სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც. საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია ისრაელი, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. ამ ქვეყნიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.9%-ს, ფულადი გზავნილები კი მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენდა გასულ წელს. ანალიტიკოსების მოლოდინი, თუ დაძაბულობა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, 2026 წლის ეკონომიკური ზრდა 6%-იანი მოლოდინიდან მხოლოდ 0.2% პუნქტით შემცირდება. ინფლაციური ეფექტი კი ზომიერი და დროებითი იქნება. ეს ჯერჯერობით პროგნოზები, ახლა კი გაგაცნობთ ინფლაციის ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს. საქართველოში ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა იანვრის 4.8%-იანი ინფლაციის შემდეგ თებერვალში მაჩვენებელი 4.6%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტად 9.9%-ით ფასები სურსასა და უალკოჰოლო სასმელებზეა მომატებული. 7.2%-ით გაძვირდა ჰორეკა სექტორის მომსახურება, თითქმის 6%-ით კი ფასები ჯანდაცვის სექტორში გაიზარდა. არის კლებაც 2.7%-იანი შემცირება ავეჯსა და სახლის მოვლის საშუალებებზე, 2%-ით კი დასვენება გართობის სექტორში დაფიქსირდა ფასების გაიაფება. ისევ გლობალურად რომ შევხედოთ პროცესებს, აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ პირველი დარტყმები უკვე მიაყენა ნავთობის ბაზარს და საფონდო ინდექსებს, თუმცა არანაკლებ ზიანდება გლობალური ტურიზმიც. საერთაშორისო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში რეგიონი მილიონობით ვიზიტორს დაკარგავს, ხოლო ზარალი მილიონობით დოლარს გადააჭარბებს. რა გავლენა აქვს ომს ტურისტულ ნაკადებზე და რას პროგნოზირებენ ეკონომისტები? თამარ გაზდელიანი მოგვიყვება. ახლო აღმოსავლეთი ბოლო წლებში გლობალური ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად იქცა. დუბაი, აბუ-დაბი და დოჰა ევროპასა და აზიას შორის მთავარი ავიაჰაბი გახდა, თუმცა კონფლიქტმა ვითარება მკვეთრად შეცვალა. როგორც როიტერსი წერს, ავიაკომპანიებმა უკვე შეცვალეს ფრენების მარშრუტები, გაიზარდა სადაზღვეო ხარჯები და გაუქმდა ათასობით რეისი, რაც პირდაპირ აისახება ბილეთების ფასზე და მგზავრთა რაოდენობაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრანზიტული ჰაბების შეფერხება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ევროპასა და აზიის მთლიან საჰაერო კორიდორს დააზარალებს. დუბაი წლების განმავლობაში პოზიციონირებდა როგორც სტაბილური და უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, თუმცა როგორც როიტერსის ანალიზში ვკითხულობთ, მიმდინარე დაძაბულობამ ეს იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა. საომარი მოქმედებების გამო ტურისტების უმრავლესობა გეგმებს ცვლის და მოგზაურობას სხვა რეგიონებში ანაცვლებს. გარდა ამისა, ფრენების გადამისამართება ზრდის საწვავის ხარჯებს, ასევე მგზავრობის დროსა და საბოლოო დაძვირებს ტურისტულ პაკეტებს მთელს მსოფლიოში. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ თუ დაძაბულობა გაგრძელდება, გავლენა შესამჩნევი იქნება ევროპის და აზიის პოპულარულ მიმართულებებშიც, რადგან საერთაშორისო მოგზაურობა მთლიანად გაძვირდება. პროგნოზების მიხედვით, თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა შესაძლოა 11-დან 27%-ით შემცირდეს. ეს ნიშნავს დაახლოებით 23-დან 38 მილიონით ნაკლებ მოგზაურს და 34-დან 56 მილიარდ დოლარამდე დაკარგულ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს. აღნიშნული მონაცემები ოქსფორდ ეკონომიკსის შეფასებებს ეყრდნობა. კვლევას ასევე აქვს სარეკომენდაციო ნაწილი, სადაც ანალიტიკოსების შეფასებით ინდუსტრიას რამდენიმე მიმართულებით მოუწევს რეაგირება. პირველ რიგში ავიაკომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მარშრუტების სწრაფი დივერსიფიკაცია. მთავრობებმა უნდა შეძლონ ტურისტული უსაფრთხოება და აწარმოონ შესაბამისი კომუნიკაცია, ასევე უნდა მოხდეს შიდა ტურიზმის წახალისება და სასტუმრო და მომსახურეობის სექტორმა ფასების მოქნილი პოლიტიკა უზრუნველყონ. ექსპერტები ამბობენ, რომ კრიზისის დროს გადამწყვეტია არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ ნდობის სწრაფი აღდგენაც.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე ცდება სამხედრო ჩარჩოებს და გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევად იქცევა. ტურიზმი, რომელიც პანდემიის შემდეგ ნელი ნაბიჯებით იწყებდა აღდგენას, კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. რამდენხანს გაგრძელდება ეს ეფექტი დიდწილად დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და კონფლიქტის მიმდინარეობაზე, თუმცა ერთი რამ უკვე ცხადია: მოგზაურობა მსოფლიო მასშტაბით ძვირდება და გაურკვევლობაც იზრდება. ისევ ტურიზმის თემაზე ვრჩებით, თუმცა უფრო ლოკალურ მასშტაბში საქართველოზე ვისაუბრებთ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის შემდეგ და კრიზისის ფონზე უფრო სწორად შეჩერებული ფრენები და შეცვლილი ტურისტული გეგმები უკვე სახეზე გვაქვს, ასევე როგორც მოვისმინეთ, ანალიტიკოსების პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების ეკონომიკური გავლენა საქართველოზე მცირე იქნება, თუმცა საინტერესოა როგორ უყურებს ამ პროცესებს ტურიზმის სექტორი. როგორ აისახება რეგიონული გამოწვევები საქართველოს ტურიზმის ბაზარზე, რაც ცვლილებები შეინიშნება ჯავშნებსა და ტურისტულ ნაკადებში და როგორი მოლოდინები აქვს სექტორს. თემაზე ვრცლად მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორთან გიორგი დოლიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა. მოგესალმები გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, გამარჯობა. დავიწყოთ პირდაპირ უკვე არსებული ვითარებით. ამ დროისთვის რა სიტუაციაც გვაქვს და რა ვითარებაც შეინიშნება და ტენდენციები ტურიზმის სექტორში. რა ხდება? ფრთხილად უყურებს ტურიზმი ამ გამოწვევას, ამ კონფლიქტს თუ ჯერ კიდევ აკვირდება? ხედავთ რომ უკვე მაგალითად ჯავშნები გაუქმებულია სხვადასხვა მიმართულებით, ფრენებია გაუქმებული. ეს როგორ ისახება ციფრებში? ჯერჯერობით, ესე ვთქვათ, სერიოზული გამოწვევა არის, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში არის ყველაფერი დაყრდნობილი და დაფუძნებული ვარაუდებზე, თუ რა მიმართულებით და როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს თავისთავად უახლოს ისტორიას თუ გადავხედავთ ტურიზმის მიმართულებით გარკვეული გამოწვევები. ახლა აღსანიშნავია, რომ არის ისედაც დაბალი სეზონი, სადაც რა თქმა უნდა დატვირთულობა ასე თუ ისე მერყეობს ბუნებრივად 40-50% ფარგლებში. უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით აი ამ ეტაპისთვის რადიკალური, მასიური ესეთი მასშტაბური გაუქმებები არ წამოსულა მომავალ პერიოდზე. არის თავისთავად ის გაუქმებები, რომელიც უკავშირდება უახლოეს პერიოდში ფრენების გადადებას და იმ ფრენების კონკრეტულად, რომელიც დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ გადადებულია მაგალითად 9 მარტამდე, 10 მარტამდე, რაც უკავშირდება ისრაელის და დუბაის აეროპორტებს ძირითადად. ჩვენთვის როგორც ესე ვთქვათ, საქართველოსთვის სტატისტიკაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი და ქვეყნები, საიდანაც ძალიან დიდი რაოდენობით გვამარაგებენ ტურისტებით, ესაა სწორედ ისრაელი და გალფის ქვეყნები. შესაბამისად, როდესაც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში ვითარდება მსგავსი ტიპის მოქმედებები, დაძაბულობა, ესკალაცია და ასე შემდეგ, აქ ყველაზე მოწყვლადი ერთ-ერთი ნომერ პირველი სფერო სამწუხაროდ არის ტურიზმი და როდესაც არის მსგავსი ქაოსი შექმნილი რეგიონში, იქ უახლოეს პერიოდზე რაიმის სწორი პროგნოზირება, რაიმის ვარაუდი, რომ აღდგება უახლოეს ხანში რეისები თუ არ აღდგება, ყველაფერი დამოკიდებული არის თუზე და დღევანდელ და უახლოეს ხვალინდელ დღეზე, იმიტომ რომ 2 დღის შემდეგაც კი ძალიან რთულია, რომ რაიმის პროგნოზი გააკეთო. უბრალოდ ჩვენ როგორც წეგან აღვნიშნე, გვაქვს იმის გამოცდილება, რომ გასულ წლებს თუ გადავხედავთ, იყო შექმნილი გამოწვევები ზოგი სეზონზე, ზოგი არასეზონზე და უკვე ესე ვთქვათ, შეგვიძლია რომ რაღაცები გავთვალოთ და ვივარაუდოთ, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაცია პროგნოზებს ვერ გააკეთებთ, გასაგებია. დამოკიდებული, კი ბატონო, შარშან როდესაც ისრაელი და ჰეზბოლას შორის იყო ესე ვთქვათ, ეს დაძაბულობები, ეს იყო ივნისი თუ სწორად მახსოვს და ეს იყო მაღალი სეზონი, რამაც მყისიერი და წერტილოვანი დარტყმა თავისთავად მიაყენა
1-დან 2 კვირის პარკლებში, თუმცა შემდეგ ასევე მყისიერად და სწრაფად აღდგა. ეხლა არ არის ეს მყისიერი ეფექტი, ხო, გიორგი, როგორც თქვენ ამბობთ, ჯერჯერობით მყისიერი ეფექტი არ არის, არის გაუქმებები და ჯავშნები, მოგვისმენია ეს ტურისტული კომპანიებიდან, თუმცა თქვენი შეფასებით ჯერ ესეთი მასშტაბური პრობლემა არ დამდგარა ტურიზმისთვის. როდის თუ შეიძლება დავასრულებ კითხვას, აი როდის, ვთქვათ, რა ხანგრძლივობით უნდა გაგრძელდეს ეს გაუქმებული რეისები და ჯავშნების გაუქმება, რომ ტურიზმს უკვე დაეტყოს ეს კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტი. მოდით ესე ვთქვათ, თუ მსგავსი ვითარება გასტანს 2 კვირაზე მეტს დაწყებიდან, ან შეიძლება თუნდაც დღეიდან პერიოდში, მაშინ დადგება უკვე სერიოზული საფრთხის და რისკის წინაშე მარტის 15-დან მოყოლებული პერიოდი აპრილის ჩათვლით და შეიძლება მაღალი სეზონიც, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აპრილის დასაწყისიდან ვარაუდობდით 80-90%-იან დატვირთულობებს, რისი რეალური საშუალებაც ნამდვილად გქონდა და ამის საფუძველს წინასწარ გაკეთებული ჯავშნებიც გვაძლევდნენ. ჩვენ ვიცით, რომ გალფის ქვეყნებში უკვე მარტის 20-ის შემდეგ და ასევე აპრილის პირველ ნახევარში ისრაელშიც არის გარკვეული არდადეგები, სადაც ხალხი მასიურად გადიოდა ხოლმე და ერთ-ერთი ეპიცენტრი და ნომერ პირველი დანიშნულება მათთვის იყო სწორედ თბილისი და საქართველო. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ და უკვე პარტნიორებთან საუბრისას მიდის სერიოზული მსჯელობები რა და როგორ იქნება და რამდენად მოხერხდება ამ ტურისტების მიღება, იმიტომ რომ წინასწარ არის დაგეგმილი და შესაბამისად ყველა არის პირდაპირ დამოკიდებული ფრენებზე და ასე შემდეგ. თუმცა აქვე დაველოდოთ ამ პროცესებს. გიორგი, კიდე ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, რასაც ასევე გამოცდილება გვაჩვენებს. მხოლოდ იმ ქვეყნებს ალბათ არ შეეხება ეს შემცირება ტურისტული ნაკადების, რომლებიც ჩართულები არიან კონფლიქტში. უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად იცვლება ხოლმე სხვა ქვეყნებიდან ტურისტების და ვიზიტორების ქცევა, როდესაც რეგიონში, ძალიან ახლო რეგიონში ხდება და მიმდინარეობს კონფლიქტი. ეს ხომ არ აფერხებს, ზოგადად ხომ არ ზღუდავს და ანელებს ტურიზმს. გლობალურად. კი, ბატონო. და შეიძლება ასევე აისახოს საქართველოსაც. კი ბატონო, ამაზეც ჩვენ უკვე დაახლოებით 2 წელია გვაქვს გამოცდილება რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობები, სადაც იყო ასევე 2 კვირიდან 1 თვემდე გარკვეული წილი ჩავარდნები, სადაც თავს იკავებდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, თუმცა ესეც იყო დროებითი და შემდგომ უკვე ყველაფერი დამოკიდებული არის უსაფრთხო ფრენაზე და იმ ქვეყნის უსაფრთხო სტატუსზე, სადაც მოგზაურობს. დღეს საბედნიეროდ რეგიონში საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხოების კუთხით წამყვან სტატუსს, სიმშვიდის კუთხით წამყვან სტატუსს და ვფიქრობ, აქ საქართველოში ჩამოსვლის სურვილს არსებული ვითარებები ნამდვილად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ გაუქრობს, რამდენადაც ისინი დამოკიდებულები იქნებიან და უფრო მეტს იფიქრებენ ფრენის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, აი ეს მიმართულებები, სადაც გასულ წელს ძალიან ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფრენა დაგვემატა, ამ ქვეყნებიდან თუ იქნება ფრენის მიმართულებით უსაფრთხოების განცდები და გარანტიები და რაიმე სხვადასხვა რეისები, ჩვენი დაგეგმილი ესე ვთქვათ პირდაპირი რეისები და სხვა მიმართულებები არ გაუქმდება ისე როგორც უშუალოდ ეპიცენტრიდან და ეპიცენტრში არსებული ქვეყნებიდან გაუქმებული რეისები, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პირიქით დაგვეხმარება და მაგალითად ეხა ეს ჩვენ საუბრობთ შიდა ტურიზმზე, თუმცა სუმცირედით გამყვან ტურიზმსაც რო შევეხოთ, მეზობელი ქვეყნები ძალიან ვიცით აქტიურობდნენ დუბაიში და სხვადასხვა გალფის ქვეყნებში მოგზაურობისგან, ხო? ანუ ისინი გამყვანი ტურიზმით აქტიურად იყვნენ დაკავებულები და თუ ეს ყველაფერი ძალიან გაჭიანურდა და ძალიან გაგრძელდა არს მსგავსი მოქმედებები და რეისების გადადებები, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან გადმოინაცვლებს ეს ნაკადი. მეზობელ ქვეყნებზეც რო უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ, უზბეკეთზე, ყაზახებზე, სხვადასხვა მიმართულებით იქნება ძალიან მისაღები და სწორი ალბათ მოკლევადიან პერიოდში, რომ ჩვენთან მოვიზიდოთ ეს ხალხი, ვისაც უნდა გასვლა სხვადასხვა მიმართულებებით და ვერ გადიან. ამიტომ ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე ესე ვთქვათ, მყარად და მარტივად შეიძლება შევთავაზოთ საქართველოში ჩამოსვლა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით. ანუ ეს არის თუ არა ის გზა და გარანტია, ასე რომ ვთქვათ, რაც გადააზღვევს ირანიდან, ირანის შემთხვევაში მცირე წილია ძალიან, მაგრამ ისრაელიდან 12.9% მოდის ისრაელიდან ტურიზმის შემოსავლების
შემოსავლებზე და ეს იქნება თუ არა გადაზღვევა მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანა ამ შემოსავლების შემცირება რომ გადაიფაროს და დაბალანსდეს. გამიჭირდება რომ თქვა რომ ისრაელიდან წამოსული ნაკადების პროცენტულობას შევძლებთ რომ უმოკლეს ვადებში და უახლოეს პერიოდში ესე ვთქვათ საიდანმე დავაბალანსოთ, მაგრამ სანამ ისრაელი სამწუხაროდ იქნება გაჩერებული რაღაც კუთხით, რაღაც პროცენტულობით მაინც დაგვიბალანსებს, ასე მგონია გაზრდილი ნაკადები მეზობელი ქვეყნებიდან, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, დღეს სამწუხაროდ ალბათ ვერავინ ვერ დადებს იმ დასკვნას, რა იქნება ხვალ. განსაკუთრებით ერთი კითხვაც მინდა მოვასწრო, გიორგი. ფასებზე თუ მოახდენს გავლენას? აი ამ მოკლე პერიოდში, მოკლევადიან პერსპექტივაში ვამბობ. უკვე არსებული ვითარება. დღეს, როდესაც ნახეთ ისედაც დაბალი სეზონის ფასებით ვოპერირებთ ახლა თავისთავად და ჩვენი მიზანია ხოლმე რომ წლიდან წლამდე ბიუჯეტი გქონდეს 10%-იანი ზრდით ფასებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სასტუმროს ასე შეუძლია ბიზნესის ზრდა და მოგების გაზრდა, იმიტომ რომ მოცულობასა სანომრე ფონდს ვერ ზრდის და შესაბამისად დამოკიდებული არის გონივრულ და ლოგიკური ზღვრით ფასების გაზრდაზე და არის ძალიან დინამიური ხოლმე ეს პოლიტიკა, თუმცა ახლა ჩვენ დაბალი სეზონის ფასებით ვოპერირებთ და როდესაც რეისია გადადებული, როდესაც მიმართულებაა გაუქმებული, ამ შემთხვევაში $10-დან რო შესთავაზო, სავარაუდოდ არ იმუშავებს და არ წამოვა. ფასის კლება უფრო მყისიერად მოქმედებს ხოლმე ზოგადი მოთხოვნის შემცირებას თუ მივაწევთ ჩვენ ფასის კლებას, მაშინ კი ბატონო, რაღაც შედეგი ექნება. აი რაც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერიოდით თუ გაგრძელდა დაძაბულობა, წეღან სიუჟეტიდანაც მოვისმინეთ, რომ შეიძლება ამან პირდაპირ გავლენა იქონიოს ავიარეისების ბილეთების ფასის ზრდაზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვეცდებით, რომ მოვიძიოთ და მომნახოთ სხვადასხვა გზების, სხვადასხვა მიმართულებებიდან ხალხის ტურისტების ჩამოსაყვანად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოგვიწიოს დაგეგმილზე უფრო დაბალი ფასების შეთავაზება, რადგანაც ისედაც ნაკადები შემცირებული იქნება და რაღაცნაირად რომ მოთხოვნა გავზარდოთ, რაღაცნაირად რომ ამ ხალხს მივცეთ იმის мотиваცია, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გაზრდილი ავიარეისების ფასები თუ იქნება, ჩვენც არ გადავტვირთოთ, ესე ვთქვათ, გაზრდილი ფასებით, სავარაუდოდ მოგვიწევს. თუმცა ეს დაველოდოთ ხო პროცესებს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის. ეს თემა ალბათ ბევრჯერ იქნება აქტუალური და ჩვენც პერიოდულობით დაგიბრუნდებით. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას ისევ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების გავლენით ირანის მხრიდან განხორციელებულმა დრონების და სარაკეტო იერიშებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფინანსური ინფრასტრუქტურის პრობლემები შექმნა. მსხვილი ბანკების მობილური აპლიკაციები და ციფრული პლატფორმები შეფერხებით მუშაობს, პრობლემა ამაზონის ღრუბლოვანი სერვისების გათიშვამ გამოიწვია. როიტერსის ცნობით, ხარვეზი მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ერთ-ერთ მონაცემთა ცენტრს გაურკვეველი ობიექტი დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამაზონში ამბობენ, რომ დაზიანებულ ზონაში კავშირის სრულ აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდება, ხოლო სხვა ზონები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. დაძაბულობა ბაზრებზეც იმოქმედა საამიროებსა და ქუვეითში ვაჭრობა დროებით შეჩერდა, ხოლო საუდის არაბეთსა და კატარში მსხვილი ბანკების აქციები მკვეთრად გაუფასურდა. საქართველოს აეროპორტებში 2025 წელს მგზავრთნაკადი 14%-ით გაიზარდა და 8 მილიონ ნახევარს მიაღწია. აეროპორტებში მგზავრთნაკადის 95% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ქვეყნის აეროპორტებიდან 34,000-მდე სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება სატვირთო ფრენებს, რეისების ზრდის მიუხედავად 53%-ით 154,000 ტონამდეა შემცირებული საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი. საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 საჰაერო ხომალდი, აქედან 77% სამგზავრო საჰაერო ხომალდებია.
ისევ გადაზიდვების თემა, თუმცა ამჯერად საზღვაო ქვეყნის ნავსადგურებსა და ტერმინალებში 2025 წელს თითქმის 17 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გადამუშავებული ტვირთის 58% გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთი იყო. 31% თხევადი, 21% კი ნაყარი ტვირთი. 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1800-მდე გემი შემოვიდა, აქედან ნახევარზე მეტი გენერალური ტვირთის გადამზიდავი იყო. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქართულმა კომპანია Blexi Petroleum-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა. Blexi Petroleum-ისა და Honeywell-ის პარტნიორობის შედეგად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში პირველად უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების საწვავს აწარმოებს. Honeywell-ი მსოფლიო ინდუსტრიული და ტექნოლოგიური გიგანტია, მათთან გაფორმებული საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში ქარხანა დანერგავს უახლეს ტექნოლოგიებს, კატალიზატორებსა და მართვის ციფრულ სისტემებს. სწორედ ამერიკული 100-წლიანი გამოცდილება დაეხმარება Blexi Petroleum-ს ყულევში წარმოებული ბენზინი, დიზელი და საავიაციო ნავთი უმაღლეს სტანდარტებს პასუხობდეს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომლის ამჟამინდელი ინვესტიციაც $150 მილიონ უკვე შეადგენს, ხოლო ჯამურად $700 მილიონ გადააჭარბებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას და ამასთანავე ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ექსპერტების შეფასებით 2028 წლისთვის ადგილობრივი წარმოება სრულად მოამარაგებს საქართველოს საწვავით, ასევე განხორციელდება ექსპორტი როგორც რეგიონალურად, ასევე ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაში და ქმნის საქართველოში ახალ ინდუსტრიას. ქარხანა ეტაპობრივი სტრატეგიით ვითარდება, დღეის მდგომარეობით წარმატებით დასრულდა პირველი ფაზა. ამუშავდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, ნომინალური სიმძლავრით წელიწადში 1,2 მილიონი ტონა. ამ ეტაპზე ქარხანა უკვე აწარმოებს ნაფტას, მაღალი გოგირდის შემცველობის დიზელსა და მაზუტს. 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება ბიტუმის წარმოებაც, ხოლო მეორე ეტაპზე, რომლის დასრულებაც 2028 წლისთვის იგეგმება, ქარხნის წარმატება წელიწადში ნომინალურ 4,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 2028 წლის ბოლოს ასევე დაიწყება Euro 5 სტანდარტის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის წარმოებაც. ყულევი ახალი ინდუსტრიული ეკოსისტემის ცენტრი ხდება, რომელიც საქართველოს არამხოლოდ რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს, არამედ გზას უხსნის მომავალში ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებასაც, როგორიც არის ნავთობქიმია და მინერალური სასუქები. საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორისაა. საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი FTSE 100-ში შევიდა. ის არის პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის გლობალური კომპანიების 100 წამყვან კომპანიას შორის ადგილი დაიკავა. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიც არიან BP, ასევე Rolls-Royce, Sherry, Barclays, HSBC და სხვა. ჯგუფი FTSE 100-ის ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ცვლილება კი 23 მარტიდან შევა ძალაში. ინფორმაციისთვის Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერია ბანკი. ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წლიდან კი FTSE 250-ის წევრი იყო. ეხლა ვნახოთ როგორია არის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ვალუტის კურსის წარმდგენია კურსი G. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გაუფასურდა, დეტალურად ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია. 1 დოლარი 2 ლარი და 72 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 17 თეთრი. 1 თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 50 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 60 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამის ფასი კი 7 ლარი და 21 თეთრია. ვალუტის კურსის წარმდგენია კურსი G. ბიზნესი რუსთავიერზე ამით დასრულებულია. გემშვიდობებით ხვალამდე, თქვენ კი დარჩით რუსთავიერზე.